საგამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ წინ გველოდება ჩვენი საყვარელი დიდი ხნის ნანატრი ახალი წლის დღესასწაულები. და იმისთვის რომ კარგად ავნიშნოთ ისინი, საჭიროა ჩვენი მუცლები მოვამზადოთ. საჭმლის მიღებისთვის, სალათებისთვის, მაიონეზიანი სალათებისთვის, სხვადასხვა წვეულებებისთვისაც ბევრი რამ გველოდება გასავლელი. აბა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალ წლამდე სწრაფად მოვიწესრიგოთ მუცელი, კორპორატიულზე დავიკლოთ წონა, ლამაზად გამოვიყურებოდეთ, ცოტა ვიცეკვოთ და მერე ისევ გადავიქცეთ. ანუ ესე ვთქვათ, ხორში. მაგრამ არა ღოში, უბრალოდ ისევ ფორმა დავკარგოთ, უკვე ზაფხულამდე შეგვიძლია, მოვეშვათ. ეხლა კი ჩვენთან ერთად გამოდის 2 კვირა დაგვრჩა კორპორატივამდე, ზოგისთვის შეიძლება ცოტა ადრე იყოს. მოკლედ რო ვთქვათ, ახალ წელს უნდა შეხვდე ლამაზად, მერე შეგიძლია მოეშვა, გაძღე, სალათები ჭამე, 10 დღე ისევ 10 კილო მოიმატო, მერე ზაფხულამდე დრო გაქვს. ჩვენი ამოცანა ეხლა ფრთხილად მოვიყვანოთ თავი წესრიგში ახალ წლამდე. მუცელი შევიკრათ და ლამაზად შევიდეთ იმ წელს, ვიღაცისთვის ვეფხია, ენოტია, რომელი წელია ცხვარი. მოკლედ, ამ წელს ნორმალურად უნდა შევაბიჯოთ. შეკრული მუცლით. რომელი წელია კომენტარებში დაწერეთ, მამალია თუ ვინმე სხვა, ილემია ამჯერად, წყლის კურდღელი იქნებ. მოკლედ, აი მუცლები გვაქვს, ვიღაცას ესეთი მუცელი აქვს, ვიღაცას ისეთი, ვიღაცას ნაკლებად გაუმართლა, ვიღაცას მეტად, ვიღაცას პეტად, ვიღაცას პატარა მუცელი აქვს, ვიღაცას კუბიკები, სადღაც ქვეშ აქვს ქონის ფენაში, ვიღაცას კუბიკებიც კი არ აქვს, ვიღაცას ქონის ფენაც კი არ აქვს. მოკლედ, მუცლები გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირი გვაქვს. მოკლედ, დაალა გავაკეთო, რომ მუცელით გაიომკრივოთ. ნახეთ, არის ერთი ესეთი საიდუმლო მეთოდი. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მუცელი თუნდაც იქ ცხიმი იყოს, ცოტა ხნით მაინც შეიკრას, მაგრამ შეიკრება. და არიან უფრო უბედური ადამიანები. თვითონ გამხდრები არიან, მაგრამ მუცელი მაინც გამოუვარდებათ. მათ კუბიკებიც კი აქვთ. და ეს კუბიკები ესეთ გადმოვარდნილ მუცელზეა, ესენი ყველაზე უბედური ადამიანები არიან. გასაგებია, გააკეთე და შენ იქ მსუქანი ხარ, მუცელი გაქვს და შენც გამხდარი ხარ, კუბიკებიც გაგაკეთებული, მაგრამ მუცელი მაინც ესე გადმოგივარდება. ამის შემდეგ ბედნიერი იქნები? არა, არ იქნები. ნები. რა უნდა ქნან მათ? და რატო აქვთ ეს? მოდი ჯერ გავიგოთ. აი ამიტომაა ესეთი უბედური. და უბედური ფიქრობს, ახალი წელი, თხუილად ვარ ჯიშობდი, ახალი წელი, მაინც მუცელი მაქვს, როგორ ვიცეკვებ. აი აქ გვაქვს მუცლის კუნთები, მუცლის სწორი კუნთი. და აქ უკნიდან გვაქვს წელის კუნთები, კვადრატული წელის კუნთი და ზურგის გამშლელი. აი ეს კუნთები გაუმოკლდა მას. ხოლო მუცლის სწორი კუნთი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ მუცლის შიგნით ცხიმი არ არის, გარეთაც ცხიმი არ არის, მაგრამ ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ეს კუნთები, ზურგის გამშლელი. და მენჯი ხედავთ, შეიცვალა მდებარეობა. ის ესეთი მდგომარეობიდან, ეს სქემატურადაა ნაჩვენები, მაგრამ რეალობასთან ახლოსაა. შეიცვალა ესეთ მდგომარეობაზე. ანუ აქ გააკეთა ერთი ესეთი მოძრაობა, ეგრეთ წოდებული მობრუნება, მენჯის მობრუნება. საათის ისრის მიმართულებით შეასრულა. აი ეს. და ამ გზით მას მუცელი ესე გამოებერება. რა უნდა გავაკეთოთ? ეს კუნთები უნდა მოვადუნოთ, ხოლო მუცელი ოდნავ შევამოკვოთ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ის მას ავარჯიშებს, კუნთი უფრო გრძელი გახდა. აი უნდა გავხადოთ უფრო მოკლე, ხოლო უკნიდან უფრო გრძელი. აი ეს. და მეორე მეთოდი, ისინი პრინციპში ორივე ერთნაირია, უბრალოდ აქ ცოტა უფრო მარტივია, აქ ცოტა უფრო რთულია. მეორე მეთოდი მათთვისაა, ვისაც მუცელი აქვს. აი ესეთი. და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ის დღესასწაულის დროს, მაგალითად, ერთი დღით შეიკრას, რომ ქორწილის კოსტიუმში ჩაეტიო, მასში იცეკო და მერე ისევ იქიდან გამოძვრე, ისე რომ ღილები არ გასკდეს. რომ კაბაც ნორმალურად ჩაგეცვას. როცა დაჯდებით, ზუგზე ნაკერი არ გასკდეს. მაშ, პირველ რიგში, პირველი მეთოდი გვაქვს, როგორ დავეხმაროთ, აი ესე. აი ამათ უფრო დაიმსახურეს სილამაზე ამ ადამიანებმა, ვიდრე ამათ. ესენი მსუქნები არიან, მათ მუცელი ჭამით მოიგდეს. ხოლო ესენი ვარჯიშობენ და იტანჯებიან, რადგან ზურგი მოღუნულია, მენჯი ჩაზნექილია. საერთოდ ვერ ხვდებიან რა ქნან, დეპრესია, ფიქრობენ შეწყვიტონ თუ არა ვარჯიში.
ფიქრობ, კარგი ახალწლამდე ვივარჯიშებ, მერე ვნახოთ. ეხლა ისე გავაკეთებთ, რომ ვარჯიშს გააგრძელებს. ვუცირებთ ერთ ხელში, აი აქ არის თქვენი წელი, დებთ კედელსა და ზურგს შორის, აი ესე დადეთ, აი ესე დააკენეთ, აი აქ. აი დააბენეთ აქ. და შეიძლება მტკივნეული წერტილიც იპოვოთ. აი პირდაპირ ხედავთ, აი აქ მაქვს. აი ხერხემალთან ორი დიდი კუნთია, პირდაპირ მათზე დებთ. და იქ შეიძლება იყოს მტკივნეული წერტილი, შეიძლება უბრალოდ დაძაბულობის უბანი იყოს. თუ მტკივნეული წერტილი იპოვეთ, აჭერთ და ასე იჭერთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. თუ უბრალოდ დაძაბულობის უბანია, მაშინ მოძრაობ, ვაკეთებ მოძრაობას მარჯვნივ, მარცხნივ, რომ ეს უბანი მოდუნდეს. თუ პირველად აკეთებთ ამას, შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს. ყველა ეს კუნთი ხერხემლის გასწვრივ დავამუშავე და ეხლა ყველაზე მთავარი, აქ არის ეს წელის კვადრატული კუნთი, აი ეს შავია. იმიტომ რომ სწორედ ის არის თქვენი მუცლის მიზეზი, აი ამ მუცლის. მის დასასვენებლად რას აკეთებთ? აქ ბუცდებთ, უნდა მოხდეთ ზუსტად მენჩსა და ნეკნებს შორის და იგივეა, პრინციპი იგივეა, მაგრამ აქ მოძრაობა საჭირო არ არის. აქ უბრალოდ ერთხელ ესე დადგით და მორჩა. აი ესე ელოდებით, გახართ. მაგრამ საკმავისია, შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს, შეიძლება 2 წუთამდეც კი. აი ესე უნდა იდგეთ, მანამ სანამ არ იგრძნობთ, რომ კუნთი მოდუნდა. იგრძემით ეს მოდუნება. თუ არაფერს გრძნობთ, უბრალოდ ასე გეჭიროთ 2-3 წუთი. იყურეთ ან ფანჯარაში, ან უბრალოდ ერთ-ერთი მშისადმე. ასე იყურეთ, იფიქრეთ რამეზე, არ აქვს მნიშვნელობა რაზე, კარგზე თუ ცუდზე. ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, როგორ მოდუნდება კუნთი. უბრალოდ იდექით და შეგიძლიათ ამ დროს ცოტათი წათვლიმოთ. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებთ. მეორე მხარესაც იგივე გაიმეორეთ. ამავე წერტილში თქვენთვის მოუხერხებელი იქნება ყურება, ხედავთ როგორ უნდა მოაბრუნოთ თავი. სხვა წერტილი მოძებნეთ, სხვაგან უყურეთ. მაგალითად, იქ ტელევიზორში აქ უყურეთ, ხოლო იქ რადიოში. ასე გაართეთ თავი ამით. აი ეს. ეს პირველი ნაწილია. ეხლა მეორე. ყველაზე საინტერესო, უფრო საიდუმლო, ჯერ არავისთვის მომიყოლია თქვენ გარდა და ხო თქვენ შეგაიგებთ. აი ხა რა უნდა გავაკეთოთ, რომ მისი მუცელი იქით შევწიოთ. ეს დაეხმარება როგორც მას, ამ სუქანს, ასევე მას, სპორტსმენს. მაგრამ ასევე ფიქრობენ ისინი, ვინც ერთად შედიან, მაგალითად. ფიქრობენ, თქვენ ერთსა და იმავე სასადილოში ჭამთ. ხოლო ერთს წყინს, მას ფიტნეს დიეტა აქვს. ხოლო მეორეს საუზმობს ღორის ქონით, ბუტერბროდებით. რა? მოკლედ, აიგეთ ბალიში, აი ესეთი. შეგიძლიათ ახლა არ დაიწყოთ ესეთი ბალიშის ძებნა, სად იყიდოთ. ერთი მეორისგან არაფრით განსხვავდება. შეგიძლიათ უბრალოდ ნებისმიერი ბალიში აიღოთ, ან ნებისმიერი საბანი ასე გადაახვიოთ. აქ არ არის რაიმე კონკრეტული მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით. Теперь ეხლა უნდა დაწვეთ მასზე როგორღაც. საერთოდ აი ესე წვებით მასზე. უნდა დაწვეთ ისე, რომ თქვენი დუნდულები ან სადღაც იმ ადგილას, სადაც თქვენ ფიქრობთ, რომ დუნდულებია, უნდა დადოთ ამ ბალიშზე. მაგრამ ამასთან ერთად ეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ უნდა ადგეთ. აი ამ დროს, ნახეთ, ეს ადგილი, სადაც თქვენი მალებია კი, აი შეეხეთ. დაახლოებით იგრძენით სად არიან ისინი, თუ შეძლებთ ხელით პოვნას. დაახლოებით, როგორც გონიათ სად არიან ისინი, აი იქ არიან. ოდნავ ზემოთ დუნდულების, ოდნავ ქვემოთ ნეკნების. აი ესე. ასე რომ თქვენი დუნდულები უნდა დაედოს ბალიშს, ხოლო ყველაზე ქვედა წელის მალები, მეხუთე, ანუ ყველაზე ქვედა და მეოთხე როგორც ჩანს ისინი არ უნდა დაედოს. აი ესე. და ეხლა რას აკეთებთ? აი ისინი ზემოთ არიან, ხელით შეგიძლიათ შეეხეხოთ. ეხლა სცადეთ, აი ისინი დაბლა ჩამოსწიოთ, პირდაპირ იატაკამდე მიაწვდინოთ. თუ არ გამოგდით, ოდნავ ჩამოსრიალდით ამ ბალიშიდან, მიაწვდინეთ იატაკს. აი ამ მომენტში ფეხები ცოტათი აგიწევათ, თითქოს მოიხრება.
ეს ნორმალურია, არ შეგეშინდეთ. ეს არაფერი არ გატეხილა, ესე უნდა იყოს. ასე იწევენ ისინი. ამ დროს შეგიძლიათ ხელები თქვენს მუცელზე დაიდოთ. და როგორ გაგიკვირდებათ, ის ისე დაიძაბება, როგორც არასდროს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, ეს ადგილი თქვენთან არასდროს დაძაბულა ცხოვრებაში. შეიძლება როცა მშობიარობენ, ასე იძაბებიან, თავად არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ საკმაოდ ძლიერი დაძაბულობაა სწორედ მუცლის ქვედა ნაწილში. თუ ეს ვარჯიში არასდროს გიჩვენეთ და არც გიცდიათ, ესეთი დაძაბულობა ცხოვრებაში არასდროს გიგრძნიათ. ეხლა იგრძნობთ და კომენტარებში მადლობასაც მომწერთ, რა კარგად ვიგრძენი. აი ეხლა თქვენი ამოცანაა. აი ერთხელ ასწიეთ თქვენი ძლიერი მე-4 და მე-5 წელის მალები, შემდეგ ისევ დააბრუნეთ, თამამად, არაფერზე არ გადაიტანეთ ყურადღება, ისევ ასწიეთ, თავდაჯერებულად, თავარი აკეთოთ და ისევ დააბრუნეთ. ზოგიერთებს ეს არ გამოუვათ, საერთოდ ვერ გაინძრევიან. ამიტომ თქვენი ფეხები მოხარეთ, იმის გამო რომ კუნთები სუსტია, ყველაფერი იქ დამოკლებულია, პირველ ეტაპზე გააკეთეთ მოხრილი ფეხებით და იგივე გააგრძელეთ. დავუშვით, მიაწვდინეთ თქვენი მე-5 წელის მალა იატაკს. ოდნავ შეეხეთ იატაკს და ზემოთ ასწიეთ, ოდნავ აციეთ. კვლავ მიაწვდინეთ და უკან დააბრუნეთ. ასე ვაკეთეთ 10 ჯერ, ვისვენებთ, კიდევ 10 ჯერ ვაკეთებთ, ისე ვისვენებთ, მერე კიდევ 10 ჯერ ვაკეთებთ და ბოლოს დავუშვით წელი. აირჩიეთ ისეთი პოზიცია, რომ ეს ხერხემლის მალები იატაკამდე მიაწვდინოთ, ან თითქმის მიაწვდინოთ, მაგრამ ეს გაგიჭირდეთ. ანუ ფეხები იმდენად მოხავეთ, ან მთლიანად გაასწორეთ, თუ უკვე ესეთი თავდაჯერებული ადამიანი ხართ. გაარკვიეთ, აი ესე. და ბოლოს სტატიკურად დადეთ და ასე გეჭიროთ. ვიჭერთ 30 წამი. შეგიძლიათ წამები დაითვალოთ, ან დაახლოებით. როცა ხა ცხოვრებაში 30 წამი ხო დაგითვლიათ, დაახლოებით ამდენ ხანს გააჩერეთ. აი ესე. თუ ზურგი გტკიოდათ წელის არეში, ამ ვარჯიშის შემდეგ 93%-ისთვის ტკივილი გადის თვითონ ვარჯიშის დროს. ხო რა მეგობრებო, აი ახლა უკვე მზად ხართ ახალი წლის დღესასწაულებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მომავალ ახალ წლებთან დაკავშირებით გილოცავთ. ახალი წლის დღესასწაულებით. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე მოიწონეთ და დაწევეთ კომენტარები, დაკავდით სპორტით და ეხმარეთ მშობლებს. შევხვდებით ახალ თვამდე კიდევ ორჯერ შევხვდებით. შევამოწმებ როგორ გააკეთეთ. მიდი. ნახე